ჭავჭავაძის ქუჩაზე რომ აღარ იქნება უნივერსიტეტები, ეგ ცალკე თბილისისთვის იქნება პრობლემა და საბურთალოს რო უნივერსიტეტები აღარ იქნება, იმიტომ რომ ეს უნივერსიტეტები არის კულტურული ცენტრი და სოციალური ურთიერთობების რაღაცა სივრცეა, ხო? ანუ წარმოგიდგენთ, ახლა თქვენ ცხოვრობთ ვაკეში და თქვენ გარშემო ყოველდღიურად იქ რაღაცა დადიან სტუდენტები. ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და უცებ იქ რომ ააშენონ ამ კორპუსები ამ უნივერსიტეტების ნაცვლად, რა მოხდება ჯერ ტრანსპორტის თვალსაზრისით და მე შენ რო ცხოვრობდი უნივერსიტეტის გვერდზე, ახლა იცხოვრობ რესტორნის გვერდზე. აი მე მაგალითად ცხოვრობდი თარხნიშვილის ქუჩაზე. თარხნიშვილის ქუჩაზე იყო სამშობია რა, მე ქვევით იყო ისტორიის ინსტიტუტი. ქვედა კუთხეში. ეხლა ისტორიის ინსტიტუტის მაგალითად არის სასტუმრო, სამშობიაროს მაგალითად არის კახი კალაზის ცოლის მაღაზია. და წარმოგიდგენთ, არის რაღაც კერძო ბიზნესები, რომელშიც მე საქმე არ მაქვს არასდროს. სასტუმროში დადიან ვიღაცა უცხოელები, ამ მაღაზიაში დადიან მხოლოდ მდიდრები და იმ სამშობიაროში მე გავჭდი. და ჩემი მეზობლები გაჩნდა. თარხნიშვილზე ხო? აი ის რო არის, არჩეულურ გამოფენაში ფილმში რო არის ფილმებზე რა ხო? ლაპარაკობთ ეგა თეთრი შავი. ეგ სამშობიარო დაანგრიეს. და შენ საცხოვრებელი საფრთხე რომლის პირველ სართულზე არის რაღაცა გუდვილი, ანუკის რაღაცა მაღაზია და ასე შემდეგ.